გვაქვს გერბი, ქვეყანას აქვს გერბი, აქვს დროშა, უამრავი ისეთი სიმბოლოები ხო ქვეყნის, რომელიც ქვეყნის იდენტობას ასახავს და ერთ-ერთი ასეთი არის ვალუტა, რა თქმა უნდა, ხო და ამ ვალუტების არსებობას მსოფლიო ქვეყნებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიისთვის და ასე შემდეგ და რაც უფრო ღრმა ფესვებია ისტორიაში, მით უფრო ღრმა არის თავად ამბავი მოსაყოლათაც და ეხლა რეპორტაჟი რომელსაც ნახავთ მაყურებელთან ერთად, თავიდან როდესაც გადავწყვიტე მასზე რეპორტაჟის მომზადება, მეგონა რომ ცოტა მარტივი იქნებოდა, მაგრამ არ გეგონოთ. ძალიან რთული აღმოჩნდა ფულზე რეპორტაჟის მომზადება. მოკლედ, იუსტინიანის მონეტა ქართული ეროვნული ვალუტა ლარი 30 წლის გახდა წელს. მახსოვს, როცა მიმოქცევაში შემოვიდა, თავიდან ყველას მოეწონა მასზე დატანილი ის პერსონაჟები და ნაგებობები, რომლებიც საქართველოში უყვართ და რა თქმა უნდა დიდ პატივს სცემენ. მანამდე კუპონები იყო, ესეც გახსოვთ თქვენ, ქართულ ფულს 26 საუკუნის ისტორია აქვს და რაც საინტერესოა, ყველა ეპოქის ფულის ერთეულს ცალკე მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები უკავშირდება. ფულის ერთეულით ხვდებით გამოშვების პერიოდის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ გნებავთ კულტურულ მდგომარეობას. მაგალითად, ქართულ მონეტაზე წაიკითხავთ ქართველი მეფის დამამცირებელ წარწერას, მაგრამ გავა რაღაც დრო და მაგალითად დავით მეოთხე აღმაშენებლის უიშვიათეს სპილენძის მონეტას დაამშვენებს ქართული წარწერა. ქრისტე ადიდე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. ფულს ასევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეებთან და მეფე-დედოფლებთან ერთად ფულის ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. ახლა მინდა ნახოთ რეპორტაჟი ქართული ფულის განვითარებაზე, რომელიც მე და ოპერატორმა გიორგი შანიძემ ერთად მოგიბზადეთ. ყვარელში მდებარე ფულის მუზეუმი კოლხური თეთრიდან ქართულ ლარამდე 26 საუკუნის ისტორიას ინახავს. მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოში ფულის მიმოქცევის ისტორია ძველი წელთა აღრიცხვის მე-6 საუკუნიდან დღემდე. აქვეა თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტაც. მსოფლიოში პირველი მონეტა ქრისტეს შობამდე მე-7 საუკუნეში მცირე აზიის სახელმწიფო ლიდიაში მოიჭრა. ერთი საუკუნის შემდეგ კი კოლხური თეთრის დამზადება დაიწყეს. შესაბამისად, ქართული ფული მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველია. საქართველოში ფულის განვითარების ეტაპები საკმაოდ საინტერესოა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რა მასალისგან მზადდებოდა, რა წონის იყო, რა გამოსახულება და წარწერა იყო ფულის ერთეულზე დატანილი. დავიწყოთ სულ თავიდან. ეს არის პირველი ქართული მონეტა, კოლხური თეთრი, რომელიც ქრისტეს შობამდე მე-3 საუკუნეშია მოჭრილი. ეს ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიის დიდარ ისტორიას და იმ 26 საუკუნოვან ფულის დასაწყისს. ჩვენ წინაშე წარმოდგენილია მონეტა, რომელიც მოჭრილია დიოსკურიაში. ეს არის ისტორიული სოხუმი, ქრისტეს შობამდე პირველ საუკუნეში, საქალაქო მონეტა, რომელიც ქალაქის განვითარებას, ქალაქის ვაჭრობას, შიდა მიმოქცევას ასახავს და ეს ერთგვარი დადასტურებაა, რომ სოხუმი იყო ძალიან მაღალ განვითარებული ეკონომიკური შავიზღვისპირეთის ქალაქი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ისტორიის მამატიანია. ეს გახლავთ საქართველოში მიმოქცევაში ყოფი და აღმოჩენილი პართიის ძლიერების ხანაში ყოფი პართიის სამეფოს ვერცხლის დინარები, რომელიც მიმოიქცეოდა როგორც საერთაშორისო უცხოური ფული და ჩვენი ქვეყნის ბაზარზე იყო აქტიურ მიმოქცევაში. ეს გახლავთ ბიზანტიური მონეტები მე-5 საუკუნის, მე-6 საუკუნის საქართველოში მიმოქცეული უცხოური საერთაშორისო ვერცხლის ფული. ერთი ცალი დრას იყიდა. ამით ბიზანტიაში კონსტანტინოპოლში დაქირავებული ჯარისკაცის ერთი თვის ხელფასიც კი იყო და ეს რომელი საუკუნეა? ეს არის მე-12 საუკუნე საქართველოს გაერთიანებული მეფე გიორგი მე-3 თამარის მამა. იმ დროს რეგიონში არის ერთგვარი კრიზისი ვერცხლის. მიმოქცევაში მხოლოდ სპილენძის ფულია. ეს არის რეგიონალური მოვლენა და არა ქართული. ამიტომ მიმოქცევაში იმატებს სპილენძის ფულის მასა, ქრება ვერცხლის ფული. სპილენძის ფული ასრულებდა ხშირად ვერცხლის ფულის ღირებულებას. ეს იყო სახელმწიფოს მიერ გადადგმული საკრედიტო პოლიტიკის ნაბიჯი. ეს კი მისი შვილის ჩვენი სათაყვანებელი მეფე თამარის მონეტა, რომელზეც გამოსახული არის სპეციალური თამარს მამაზე უფრო დიდი ფართი ფული გამოუწია. ეს მონეტა ასახავს ზუსტად თამარ და ოქროს ხანას, იმიტომ რომ თამარის ხანაში მიმოქცევაში, შიდა მიმოქცევაში იყო შეიძლება უფორმო ფული, არაწესიერი ჭედვა ჰქვია მას, თორე საერთაშორისო მიმოქცევაში იყო ეს ფული. თამარი ფულს არ იგებდა გლეხში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თამარი წყალობას ამ ფულით გასცემდა. ეს
ეს ასახავს საქართველოში მონღოლთა მმართველობის დასაწყის დემეტრემდე. ეს არის 1260-იანი წლები, როდესაც საქართველოში მონღოლური ფულის მოჭრა იწყება და თბილისის ზარაფხანა ჭრის აქტიურად მონღოლურ ვერცხლის ფულს. ეს არის საქართველოსთვის თავდადებული მეფის დემეტრეს მონეტა, რომელზეც გამოსახული არის მეფის სიმბოლიკა, მეფის ინიციალები, აქ კი არის სახელმწიფო სიმბოლიკა დატანილი. ეს თითრული ფული არც საუკუნეში სამწუხაროდ ეს ფული და ნუმიზმატიკა არის ერთხელ კიდევ გამეორდები სარკისებული ასახვაა ჩვენი ბიუჯეტის, ჩვენი ხაზინის, როგორი იყო მდგომარეობა, როგორი იყო ცხოვრების დონე. თემურლენგის შემოსევებმა ქვეყანა ისე დაასუსტა, რომ მთელი მე-15 საუკუნის პირველი ნახევარი მეფეები ცდილობენ ქვეყნის აღდგენას ალექსანდრე დიდი, თუმცა რეალურად ეკონომიკა და ფეოდალიზმი ისეთი დაქუცმაცებული იყო, რომ ვეღარ აღსდგა და ერთ-ერთი ბოლო მეფის გიორგი მერვის მიერ მოჭრილი მონეტა არის. ეს არის აღმოსავლური მონეტა მოჭრილი და მიმოქცეული თბილისში მიმოქცეული. ეს არის მე-16-17 საუკუნეების პერიოდი, როდესაც საქართველოს დასუსტებული, დაქუცმაცებულია სამეფო სამთავროებად და ფულის ნიშნებით უცხოურია ძირითადად დომინანტი ბაზარზე. ეს კი ჩვენი სახელოვანი მეფის ერეკლეს მიერ ჩატარებულ ეკონომიკურ ფულად რეფორმების ასახვა. ერეკლემ ჩაატარა რეფორმა, ქართული ვერცხლით გამოუშვა ფული, სირმა თეთრი, სირმა აბაზი იგივე, რომელიც 30 წელი იყო მიმოქცევაში და ეს კი ჩვენთვის ავის მომასწავლებელი ქართული ვიზუალით, წარწერით, მაგრამ მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთი დაიპყრო და შეეცადა დაიპყრო კიდევ სხვა სამეფო სამთავროები, თბილისში გამოუშვეს 1804 წლიდან ზარაფ-თბილისის ზარაფხანაში უშვებენ ფულს. ვიზუალით ქართულია, თბილისი აწერია, ქართული თეთრი, ასოითი მნიშვნელობით არის წელი, 42 აბაზი მოჭრილი 1800 რაღაც წელს, ეს არის 1832 წელი, მაგრამ ეს ასახავს ჩვენს ისტორიის ბოლო. ეს არის ბოლო მონეტა, რომელიც თბილისის ზარაფხანაში მოიჭრა. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ქართულ ფულთან ერთად მიმოქცევაში იყო ბერძნული, რომაული, პართიული, სასანიდური, ბიზანტიური, არაბული, სელჩუკური, მონღოლური, ოსმალური, ირანული, ევროპული და სხვა ფულის ნიშნები. საინტერესოა ქართული ფულის მოჭრის და მასზე დატანილი ნიშნების ისტორიებიც. მაგალითად, დავით მეექვსე ნარინის მონეტებზე დამამცირებელი სპარსული წარწერაა დატანილი მონა ყაენის, მეფე დავითი. გიორგი მესამემ ქალიშვილის თანამესაყდრედ გამოცხადების შემდეგ მოჭრა მონეტა ქართული წარწერებით. მეფე გიორგი, მეფე დედოფალი თამარი. ხშირად მონეტების მოჭრას ამა თუ იმ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირებდნენ. მაგალითად, თამარმა დავით სოსლანთან დაქორწინებას მიუძღვნა მონეტა თამარ დავითიანი. მონეტების ეპოქა მე-19 საუკუნის დასაწყისში დასრულდა და მიმოქცევაში ქაღალდის ფული შემოვიდა. პირველი ასეთი ვალუტა რუსული რუბლია. მორიგი ეტაპი სახაზინო ობლიგაციებია, რომელსაც ნოე ჟორდანიას და ფინანსთა მინისტრის გიორგი ჟურულის ხელმოწერა ამშვენებს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1918 წლის 28 მაისს პირველად დაისვა საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი. ამ ფაქტის ამსახველი ეს დაფა ფულის მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატია. მალევე დაიწყო მუშაობა ახალი ქართული ფულის შექმნაზე და უკვე 1919 წლიდან ბრუნვაში შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ერთეული ბონი. ბონებზე წარწერები ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენაზე იყო დატანილი. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ რევკომმა ბონიდან ქართული გერბი გააქრო. ფულზე ნამგალი და უფრო დაიტანა. მანეთის ეპოქა კი 70 წელი გაგრძელდა. ახალი ქართული ეროვნული ვალუტა ლარი ბრუნვაში 1995 წელს შევიდა. მოვლენას წინ რამდენიმე წლიანი მოსამზადებელი პერიოდი უწყოდა. დღეისათვის მიმოქცევაშია 5, 10, 20, 50, 100 და 200 ლარის ნომინალის ბანკნოტები და 5, 10, 20, 50 თეთრის და 1 ლარის და 2 ლარის ნომინალის მონეტები. ეს 2 ლარიანი და 1 ლარიანი ქაღალდის ფულები რა უყავით? 2006 წლიდან ჩვენ გამოვუშვით 1 და 2 ლარიანი მონეტები და ამ მონეტების მიმოქცევაში დამკვიდრების შემდეგ აღარ ვამზადებთ 1 და 2 ლარიან ბანკნოტებს. თუმცა ჯობდა ეს? რა თქმა უნდა, ნომინალური ღირებულებიდან გამომდინარე, ცვეთადობა უფრო მეტი იყო, ხშირად გვიწევდა ამის ამზადება, ხარჯები იზრდებოდა და ამიტომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ხურდაფულის დამკვიდრების შემდეგ, მონეტების დამკვიდრების
გაჩვენის შემდეგ აღარ ვამზადებთ ამ ბანკნოტებს. შეიქმნა კომისია, სამთავრობო კომისია, გადაწყდა პერსონაჟები, ვინ უნდა გამოსახულიყო თითოეულ ნომინალის ბანკნოტებზე. შერჩეული იქნა ის პერსონაჟები, რომელიც მოსახლეობისთვის იქნებოდა გამოჩენილი ადამიანები იყვნენ, მის საყვარელი და ნაცნობი პერსონაჟები და დაიწყო ამაზე მუშაობა. პირველი ლარის ბანკნოტები დამზადდა, ბანკნოტების და მონეტების დამზადდა საფრანგეთის საწარმოებში. მას შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მათი ხელახალი დამზადება მოთხოვნიდან გამომდინარე თითოეული ნომინალის მიხედვით და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ტენდერის გზით ხდებოდა მათი მწარმოებელი კომპანიების შერჩევა. დღეს როდესაც ლარი იბეჭდება ახალი მიმოწევაში რომ ხედავთ ხოლმე ახალი ფული შემოვიდა მაგას თქვენ ბეჭდავთ ხო მართალია მაგრამ ისევ საფრანგეთში იბეჭდება თუ სხვა ქვეყნებშიც არა ეხლა ხდება საფრანგეთიც მონაწილეობს რა თქმა უნდა ტენდერში რაღაც გარკვეულ შემთხვევაში ნომინალზეა დამოკიდებული და თითოეულ წელზეა დამოკიდებული როდის დამზადდება როდის გამოცხადდება ტენდერი და რამდენიმე ქვეყანაშია დაბეჭდილი დღეისათვის მაგალითად საფრანგეთის გარდა გერმანიაშია დამზადებული ჩვენი ლარის ბანკნოტები ასევე შვეიცარიაში ბელგიაში და ესეთი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მწარმოებელ კომპანიაში ბანკნოტების მწარმოებელ კომპანიაში იმ კომპანიაში სადაც მზადდებოდა ევრო ბანკნოტებიც მე შემიძლია თქვენ გაჩუქოთ 5 ლარიანები გახსენით მაყურებელს ვაჩვენოთ 5 ლარიანი ბანკნოტის რა თქმა უნდა ყველა ნომინალის ბანკნოტის დიზაინი ეს დაბეჭდილია ეს კონკრეტული ბანკნოტი დამზადებული არის გერმანიაში ქართულ ლარს ორი სახის დამცავი ნიშანი აქვს: ცალკე მოსახლეობისთვის და ცალკე სპეციალური ხელსაწყოებით ამოსაცნობი. სულ 12 სხვადასხვა ნიშანია, რომელიც ფულს გაყალბების განიცავს. დებიათ ჩემი ფულის ერთეულს რომ გახედავ და ძველად მახსოვს, მივხვდებოდა ყალბი იყო თუ არა რომელიღაცა კუპიურა. დღეს როგორ ვცნობთ და რამდენი დამცავი მექანიზმი აქვს, მაგალითად თუნდაც ამ 100 ლარიანს ან დაუშვათ სხვა ნომინალებს. ეხლა ვაკეთოთ. არსებობს დამცავი ნიშები, რომელიც თქვენი ბებია რო შეხედავდა. იგივე დარჩა და არის და ეს ერთ-ერთი ესეთი უნიკალური დამცავი ნიშანი არის, რაც ბებია შეხედავდა, არის წყლის ნიშანი. წყლის ნიშანი. ქაღალდზე დატანილი დამცავი ნიშანი, რომელმაც ცვლილება არ განიცადა, არ განიცადა ცვლილებები, გაუმჯობესების კუთხით, იმიტომ რომ იმდენად უნიკალურია, დღესაც მისი შინაარსი შენარჩუნებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს მარტო ეს დამცავი ნიშანი არ იქნებოდა საკმარისი, იმიტომ რომ უკვე შემოვიდა ტექნოლოგიები და საჭირო არის მანქანამ წაიკითხოს დამცავი ნიშანი. ამიტომ მასზე დამატებულია უკვე დამცავი ნიშნები, რომელიც უნდა წაიკითხოს მანქანამ. ყველა ნომინალს ერთნაირი რაოდენობისა აქვს თუ სხვადასხვა? როგორ არის იცით დაბალ ნომინალებს განყალბების უფრო დაინტერესება ნაკლები აქვს და მასზე შედარებით ნაკლები დამცავი ნიშანია რაც მაღალია ნომინალი უფრო საჭირო მეტად იყოს დაცული და მასზე უფრო მეტი დამცავი ნიშნებია. სოფლიოში აი ცნობილი დოლარი, ევრო, როგორია აი დაცვის თვალსაზრისით? მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ლარის ბანკნოტები ერთ-ერთი საუკეთესო დაცული ფული არის. და აი აქვე გეტყვის, რომ არსებობს დამცავი ნიშნები, რომლებიც არ არის დატანილი ევროზე, აი ბოჭკოები თუნდაც ასევე ფარული გამოსახულება არ არის დატანილი არც ევროზე, არც დოლარზე და ამიტომ ამბობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო დაცული ფულია ლარის ბანკნოტები და გაყალბება მათი ძალიან რთულია. ჩვენ ამას ხილული თვალით ვერ ნახავთ გარდა ამ წყლის არა, ფარული გამოსახულება შეგვიძლია ვნახოთ, აი ამ ადგილზე არის ახლა. მართლა? კი. ლუპით დავნახოთ, ნახეთ, აი ამ ადგილზე არის ციფრი 100, რომელსაც როგორც დავხრით დახრის კუთხით 45 გრადუსზე ჩდება. პირდაპირ დახედვისას არ ჩანს. ყველაზე აგრესია ეს. ყველა კუპიურაზე არის ლარის ბანკნოტები. რანაირი ყოფილა ეს? კი, ბევრად ლამაზი, ბევრად დატვირთული. აი გვერდზე რო არის შოთას თავზე რომ ყვავილები აქვს. კი, გეტყვით ახლა ეს ყვავილები არის, ნახეთ, რუსთაველის ტექსტი არის ვეფხისტყაოსნიდან და ასევე 100 ლარიან ბანკნოტზე არის პირველი ხელნაწერის ულამაზესი არის ეს პირველი ხელნაწერი, ერთ-ერთი დეტალი თქვენ რაც დაინახეთ, ეს არის მასზე დატანილი ორნამენტები, ყვავილები. თავიდან ქართული ვალუტის სახელწოდებად ლარის გარდა განიხილებოდა მარჩილი, ქართი, რვალი. ხურდაფულის სახელწოდებად კი განიხილებოდა სახელწოდებები ეგრი, კოლხა, თეთრა, კერმა და თეთრი. საბოლოოდ დარჩა ლარი, რაც ძველ ქართულში განძის, ქონების შესატყვის აღნიშნავდა. მონეტების სახელად კი შეირჩა მე-13 საუკუნიდან დამკვიდრებული სამონეტო ტერმინი თეთრი.
ქართული ფული საჭიროების შემთხვევაში ახლაც ევროპის ქვეყნებში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიასა და ბელგიაში იბეჭდება, იმ სტამბებში, სადაც ევრო ბანკნოტებს ბეჭდავენ.